გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეს არის გადაცემა ლექსო არ დაიკარგები. მე მისი ავტორი და წამყვანი ლეილა არჩემაშვილი გახლავართ. დღეს ყავს უძვირფასესი სტუმარი სტუდიაში ბატონი ღვთისო მამისი მედიშვილი. ბატონი ღვთისო მუშაობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. იგი გახლავთ პროფესორი და უამრავი ფოლკლორისტის აღმზრდელი. ღვთისო მამისი მედიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი. კვლევის ინტერესებია ფოლკლორი, მითოლოგია, ლიტერატურა, ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის შემდეგი მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი, ვაინახები და ქართველი მთიელები, გამოიცა 1997 წელს, პანკისი, წარსული და თანამედროვეობა, გამოიცა 2008 წელს, ჯვარ-ხატები საკულტო ტექსტებში, გამოიცა 2009 წელს, ოსური ფოლკლორი 2015 წელს, საკრალური ისტორიები 2017 წელს გამოიცა, მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და კონგრესის მონაწილე, ათეულობით საველე ფოლკლორული ექსპედიციის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 1992 წლიდან, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს: ქართული ფოლკლორი, ქართული მითოლოგია, კავკასიის ხალხთა ფოლკლორი, აფხაზური ფოლკლორი, ოსური ფოლკლორი, ოსური ლიტერატურის ისტორია, ფოლკლორი და ისტორიული სინამდვილე, ხალხური დრამა, ქართული ფოლკლორისტიკის ისტორია. მოგესალმებით ბატონო ღვთისო, უდიდესი მადლობა სტუდიაში მომბრძანებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ მეც და ჩვენი ტელემაყურებელი თქვენი სტუმრობით. წინასწარ ვიცი რომ ძალიან საინტერესო თემებზე და უამრავ საინტერესო მასალას გვიამბობთ და გვესაუბრებით. და პირველი კითხვა ასეთი იქნება. აი ჩვენს რა თქმა უნდა ბავშვობაში რაღაცა უფლის განგება თუ თავად რაღაცა მარცვალი ვარდება ჩვენს გონებაში. ის მარცვალი მე ღვივდება, რაღაცა გვიყვარდება და შევისისხლხორცებთ ამას და მე მთელი ცხოვრება მას ვუძღვნით ჩვენს საქმიანობას, ალბათ ჯანმრთელობას, ალბათ სწავლა-განათლებას, დროს და ასე შემდეგ. ასეთია თქვენი დამოკიდებულება ფოლკლორის მიმართ. ძალიან საინტერესო იქნება ბატონო ღვთისო, აი როდიდან შეგიყვარდათ ხალხური შემოქმედება, ვინ მოახდინა თქვენზე ზეგავლენა, ვის გამო და ასე შემდეგ. გვიამბეთ, თავიდან დავიწყოთ. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. მოგესალმებით ბატონო ლეილა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის მეტად სასიამოვნოა ფოლკლორის საკითხებზე გაუზიაროთ ჩემი თვალსაზრისი ჩვენს ტელემაყურებელს. რაც შეეხება ფოლკლორის მიმართ სიყვარული, როგორც ჩანს, ეს ადრეული ბავშვობიდან დაიწყო, რადგან ჩვენ ვიზრდებოდით ტრადიციულ გარემოში და იმ გარემოში ეს ცოცხლად იყო შენარჩუნებული ფოლკლორული შემოქმედება. კახეთი მოგეხსენებათ, რომ ეს ტრადიციული კუთხეა ჩვენი ქვეყნის და მე მახსოვს თვითონ ჩემი პაპაც იყო შემსრულებელი ხალხური ტექსტების. მას ჰქონდა ზეპირი ცოდნა, რომელიც ზეპირად გადმოეცა წინა თაობიდან და ამ ტექსტების შემსრულებელი. ზოგადად, რა თქმა უნდა, ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს გარემო, ის გარემო ჩემთვის იყო ძალიან ძვირფასი და შემდეგ უკვე როცა გავეცანი, რა თქმა უნდა, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას, ქართულ ლიტერატურას, დავინახე, რომ ეს ყველაფერი მომდიოდა რაღაც ხალხური შემოქმედებითი სტიქიიდან, აი სტიქიური შემოქმედებიდან, როგორც თქვიან. და აი ეს ინტერესი კიდევ უფრო გამიგვივა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. მე დიდი მადლობელი ვარ ჩემი სახელოვანი პედაგოგების, განსაკუთრებით ბატონი ზურაბ კიკნაძის, რომელიც იყო ჩემი მასწავლებელი და ჩემი პროფესორი და შემდეგ ერთად ვიყავით ჩვენ კოლეგები მრავალი ათეული წლის მანძილზე, მრავალი ათეული წლის განმავლობაში. და ერთი სიტყვით აი ამ პერიოდში გამიჩნდა სურვილი და კიდევ უფრო გამიღრმავა ეს სიყვარული სტუდენტობის დროს
ფოლკლორულმა ექსპედიციებმა, რომელიც ეწყობოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ბოლოს უკვე მე ჩამომიყალიბდა ასეთი თვალსაზრისი, რომ აუცილებლად მე უნდა მიმეცნო ჩემი მთელი ცხოვრება აი ამ ხალხური შემოქმედების კვლევისთვის. ეს სიყვარული სწორედ აი ამ ადრეული ასაკიდან ჩაისახა და რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაღრმავდა. და დღემდე რა თქმა უნდა დიდი ინტერესით ვიკვლევ და სრულიად სულ ახალ-ახალი საკითხები, ახალი მოტივები, ახალი სიუჟეტები ჩნდება ამ იგივე ძველი, მაგრამ რომელშიც ვხედავ ხოლმე კიდევ უფრო მეც ვიდრე ადრე. და როგორც ვახტანგ კოტეტიშვილი იტყოდა, ფოლკლორი არის უძირო ჭა, რაც არ უნდა ჩვენ დავეწაფოთ და მივიღოთ მისგან ეს ცოდნა, ეს ამოუწურავია რა თქმა უნდა და ახალ-ახალ მარგალიტებს ვხვდებით. შეიძლება დღეს აღარ იქნება ვეფხვისა და მოყმის ბადალი ხალხური ტექსტები, მაგრამ მნიშვნელოვანია ხალხური მონათხრობი, რასაც თხრობელები ყვებიან, ეს იქნება ზეპირი ისტორია თუ უბრალოდ ანდაზა, ერთი ბრძნული გამონათქვამი, ყველა ღირებული არის და ჩვენ რა თქმა უნდა ეს დასაფასებელია ნებისმიერი ცოდნა, რომელიც ფაქტობრივად დღემდე შემოინახა ჩვენმა ხალხმა. და ეს ღირებულია და მნიშვნელოვანია აი ამ ხალხური სიტყვიერების, ხალხური შემოქმედების კვლევა, რომელიც ჩვენი ხალხის კულტურული იდენტობის, მხატვრული აზროვნების, მითოსური მსოფლმხედველობის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება არის. იგი გამოხატავს მკაფიოდ ჩვენი ერის კულტურულ იდენტობას. ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო პასუხისთვის, ბატონო ღვთისო. ფოლკლორის ისტორია ძალიან მდიდარია ჩვენში. ახლა ვინიცის პირველი მეზღაპრე ვინ იყო, ვინიცის პირველი სახალხო მთქმელი ვინ იყო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო უკვე ჩაწერა და შეგროვება ფოლკლორული ნიმუშების და მასალების. ჩვენ კარგად ვიცით ასევე, რომ ფოლკლორული ჟანრები უამრავია და ქართულ ლიტერატურაში ლიტერატურული ჟანრებიც უამრავია. ბატონო ღვთისო, გვითხარით რა განსხვავება ფოლკლორულ ჟანრებსა და ლიტერატურულ ჟანრებს შორის რა განსხვავებაა? დიახ, რა თქმა უნდა, ფოლკლორი და ლიტერატურა ეს ორივე მხატვრული შემოქმედებაა, მაგრამ მათ შორის არის ძირეული განსხვავება თავისთავად. იმიტომ რომ ფოლკლორი ეს თვითონ სახელწოდებაც, რომელიც პირველად 1846 წელს გამოიყენა ინგლისელმა მეცნიერმა უილიამ თომსმა, არის ძველი ანგლო-საქსონური სიტყვა folk, ხალხი და ლორე სიბრძნე, რაც ხალხის სიბრძნეს გამოხატავს. ფოლკლორი კოლექტიური შემოქმედება, რომელიც ზეპირად იქნება, ზეპირად ვრცელდება და თაობიდან თაობას გადაეცემა, ის რაც ღირებულია, ის რაც პრიორიტეტულია ამ ხალხისთვის, რაც ამა თუ იმ ხალხის მხატვრულ გემოვნებას შეესაბამება. მაგრამ ხალხური შემოქმედება ამოზრდილი არის ტრადიციული, ხალხური ყოფიდან არის ამოზრდილი და მისი ნიადაგით საზრდოობს. ხოლო ლიტერატურა ეს არის ინდივიდუალური შემოქმედება. რასაკვირველია, ფოლკლორსა და ლიტერატურას აქვს საზიარო ჟანრები. ეპოსი არის ლიტერატურაშიც, ეპიკური ტექსტები და ფოლკლორშიც, ლირიკა, რა თქმა უნდა, და ასე შემდეგ, მაგრამ ფოლკლორული ტექსტები დაკავშირებული არის საზოგადოების ყოფასთან, ტრადიციებთან არის დაკავშირებული ის და შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს საზოგადოების ცხოვრება საქმიანობის, ყოფა-ცხოვრების არც ერთი სფერო, რომ არ იყოს დაკავშირებული მასთან ზეპირსიტყვიერი ტექსტები. დაბადები ადამიანის დაბადებიდან გარდაცვალებამდე ეს ზეპირსიტყვიერი ტექსტები თან გასდევდა ადამიანის ცხოვრებას, ტრადიციული ადამიანის ცხოვრებას. ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები ფოლკლორით. ადამიანი იბადებოდა და რა თქმა უნდა სრულდებოდა საძეობო სიმღერები, რომელსაც მთელი
სანათესაო, არა მარტო ოჯახი, მთელი სანათესაო და მთელი თემი აღნიშნავდა, რადგან ყოველი ადამიანის დაბადება მათთვის იყო უნიკალური და დღემდე შემორჩა ეს აძეულო სიმღერები, მზეშინა და მზეგარეთა მზევშინ შემოდიო, უკივლია მამალსაო მზევშინ შემოდიო, ჩვენ ვაჟი და გუბადებია მზევშინ შემოდიო და მას მთელი კოლექტივი ასრულებდა. ბავშვი იზრდებოდა და თან და გასდევდა ეს სიტყვები, ეს იქნებოდა ენის გასატეხი, ეს იქნებოდა საბავშვო თამაშობები თუ ასე შემდეგ. ადამიანი ადრეული ასაკიდან როიტყვიან ხელში იღებდა შრომის იარაღს და მისი განუყოფელი მეგობარი იყო და ამ შრომას თან ახლდა სიმღერები. მე მახსოვს ბავშვობაში რომ მუშაობდნენ ხოლმე ვენახში თუ კანაში ისმოდა სიმღერის ხმა. აი ეს ხალხური სიმღერის ხმა დღემდე მენატრება, ეს ცოცხალი შესრულება, რომელიც შრომას თანსდებდა. და ასეთი იყო ქართველი ხალხი, ხოთაშორის არქანჯელო ლამბერტს აქვს არაჩვეულებრივი ჩანაწერები სამეგრელოს ფოლკლორზე და ის დეტალურად აღწერს თუ როგორ იმართებოდა ნადი სამეგრელოში და როგორ სრულდებოდა იქ შრომის პროცესთან დაკავშირებული ხალხური სიმღერები და როგორი პრივილეგირებული იყო სოლისტი, რომელიც აი ამ შრომის პროცესს და ამ სიმღერას უძღვებოდა. ასევე რა თქმა უნდა ყოფას უკავშირდება იგივე საგმირო სიმღერები. ქართველი ხალხი იყო არა მხოლოდ მშრომელი, არამედ მეომარი, ბუნებრივია და ჩვენ შემოგჩა საგმირო პოეზია. თუ გავითვალისწინებთ რომ ქართული ხალხური პოეზიის 12 ტომეულში ორი დიდი ტომი ეძღვნება სწორედ საგმირო პოეზიას და ვინახავთ აი ამ ჟანრის პრიორიტეტულობას სწორედ რადგან აუცილებელი იყო რომ მოზარდებში ჩაენერგათ საგმირო სული, გმირობის მეომრული სული და სხვათაშორის ამას ბავშვებისგან მოითხოვდნენ აი ამ საგმირო ბალადების ზეპირად ცოდნას და ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ საგმირო სიმღერებს, რომელიც მუსიკალურ აკომპანემენტზე სრულდებოდა. და შემთხვევითი არ არის რომ ამ ჟანრის ტექსტებს ხევსურულ ტრადიციაში ჰქვია სიმღერე, რადგან სწორედ სიმღერით სრულდებოდა საგმირო ლექსები. მაგრამ ადამიანი, ქართველი ხალხი იყო არა მხოლოდ მეომარი და მშრომელი, ის იყო უაღრესად რელიგიური. და აი ეს სფეროც აისახა ფოლკლორში სწორედ რელიგიური საწესჩვეულებო სიმღერები, საკულტო ტექსტები, რომლებსაც ჩვენი დიდი ხუცესხევისმბრები აღავლენდნენ ჯვარხატთა დღესასწაულებზე. და ეს ტექსტებიც მკაცრად კონსტრუირებული, სტრუქტურულად გამართული, დახვაწილი ფოლკლორული ტექსტებია, შეიძლება ითქვას, საკრალური ტექსტები, რომელიც შეუცვლელად მოვიდა ჩვენამდე მე-20 საუკუნემდე, მე-20 საუკუნის ბოლომდე ეს ცოცხლად სრულდებოდა ეს ტექსტები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ჯვარხატებში. ასევე ღრმად უტილიტარული ჟანრია მაგალითად შელოცვებიც, რომელშიც აისახება ქართველი ხალხის რელიგიურ სარწმუნოებრივი მსოფლმხედველობა. ეს უიშვიათესი ტექსტებია თავისი პოეტურობით, თავისი სახეობრივი აზროვნებით, რომელიც დგა ქრისტიანობისა და რა თქმა უნდა იმ ხალხური ტრადიციული კულტურის მიჯნაზე ერთად. და ბუნებრივია რომ არასოდეს არ რჩებოდა ხალხი გულგრილი წარსულის მიმართ და ჩვენ გვაქვს თითქმის საქართველოს ყველა კუთხეში აჭარიდან დაწყებული, დასრულებული თაფუშეთამდე, სვანეთიდან ქვემო ქართლამდე და ყველგან ხალხური ისტორიები, რადგან ხალხი უყურებს იმ ძველ ციხესიმაგრეებს, კოშკების ნანგრევებს და ის ამ თქმულებებში აცოცხლებს წარსულის ისტორიულ ამბებს და ჩვენ გვაქვს სწორედ ხალხური ისტორია, როგორც არსებობს ოფიციალური ისტორია, დოკუმენტური ისტორია, ისე არსებობს ფოლკლორული ისტორია, წარსულ ისტორიულ მოვლენებზე, ისტორიულ გმირებზე. ასევე არ შეიძლება ჩვენ არ მოიხსენიოთ თუნდაც იგივე ამირანის ეპოსი, რომელშიც აისახა ქართველი ხალხის უძველესი მსოფლმხედველობა, რელიგიური, მითოსური, სარწმუნოებრივი დეტალები და რა თქმა უნდა ზღაპარი.
ზღაპარი უნივერსალურია, მაგრამ მაინც უკავშირდება ხალხურ ყოფას. თუ დავაკვირდებით ჩვენ ზღაპარს, როგორც ფოლკლორულ ჟანრს, მას ჰქონდა თავისი შესრულების დრო. ის უეჭველად მოითხრობოდა ზამთარში და თანაც ღამით. ანუ ესე იგი ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია წესჩვეულებასთან. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ხალხებმა კერძოდ ევრაზიის კონტინენტზე მცხოვრებმა ხალხებმა ფაქტობრივად ერთნაირი სტრუქტურის მქონე ზღაპრები შექმნეს და პერსონაჟებიც ფაქტობრივად პერსონაჟიანი სტრუქტურით არის წარმოდგენილი ევრაზიის კონტინენტზე მცხოვრები ხალხების ფოლკლორულ შემოქმედებაში. ეს უნივერსალური ჟანრია ნამდვილად. და ბოლოს, რა თქმა უნდა, მთავრდება ადამიანის ცხოვრება. და ადამიანი ამ ქვეყნიდან არ მიდის დუმილით და ჩვენ გვაქვს ქართულ ფოლკლორში შესანიშნავი ჟანრი, ხმით ნატირლები, უაღრესად პოეტური ტექსტები, რომლებიც უშუალოდ ესე იგი ექსპრომტად სრულდებოდა მიცვალებულთან და მის ღირსებებს გადმოსცემდა. ქართველმა მთიელებმა სწორედაც რომ შექმნეს ამ ჟანრს ფორმა მოუძებნეს, ეს დახვეწილი ტექსტებია თავისი 9 მარცვლიანი სალექსო საზომით და ტრადიციული მხატვრული სახეებით. ისე რომ ქართული ფოლკლორი წარმოდგენილია მრავალფეროვანი ჟანრებით და ის მსოფლიო ხალხთა ფოლკლორის ფონზე მეტად ავტორიტეტულად გამოიყენება. რაც შეეხება ლიტერატურამ, ქართული ლიტერატურა გულგრილი არ ყოფილა არასოდეს ფოლკლორის მიმართ და ჩვენი დიდი მწერლები მუდამ ასახავდნენ ამ ფოლკლორულ მოტივებს და სიუჟეტებს. თუნდაც ჩვენი გენიალური ვეფხისტყაოსანი ავიღოთ, იქ არის არაჩვეულებრივი მითოსური მოტივები, რომელსაც და თვითონ სტრუქტურაც კი რომ აუცილებელია მთავარი გმირი გავიგეს სახლიდან და სწორედ გარეთ ხდება მისი უნარების დემონსტრირება და ეს გვახსოვს ჩვენ ავთანდილი, რომელიც ეძებს ჯერ უცხო მოყმეს და მერე მოყვასის დასახმარებლად ეძებს ნესტან დარეჯანს, რომ იხსნას როგორც არიელი, ისე ნესტანი და ეს ყველაფერი რეალიზებულია პოემაში უამრავი მითოლოგიური მოტივებით. ეს ცალკე სასაუბრო თემაა, ბუნებრივია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურული ჟანრებს თავისი ამოსავალი აქვს, ფოლკლორული ჟანრების ამოსავალი არის სწორედ ტრადიციული ყოფა და ხალხური ტექსტით ჩვენ უნდა განვიხილოთ სწორედ მისი ფუნქციით ყოფაში. არა მხოლოდ მხატვრული, ფორმალური, სტრუქტურული ანალიზის მიხედვით, არამედ რა თქმა უნდა მისი ფუნქციით ყოფაში. რაც შეეხება ლიტერატურულ ჟანრებს, ასეთი კავშირი ყოფასთან ბუნებრივია არ აქვს. ბატონო, თქვენ ბრძანდებით ბევრი წიგნის ავტორი, ბევრი საინტერესო, უნიკალური წიგნის ავტორი, რაც რაოდენსაც ხარულოა, საშვილიშვილო ისინი თაობიდან თაობას გადაეცემიან და დღეს აი ახლა ვაჩვენებთ ფოტოკოლაჟს თქვენი წიგნების, თქვენი მოღვაწეობის, როგორც უნივერსიტეტში, ასევე ფოლკლორულ ექსპედიციებში და ჩვენი ტელემაყურებელი უკეთ დაგინახავთ თქვენ რამდენს ერწყით მომავალი ფოლკლორისტების აღზრდისათვის. თქვენ ქართული ტერიტორია, საქართველოს მიწა-წყალი გოჯი გაქვთ შემოვლილი და ასევე ჩრდილოეთი კავკასიის ხალხები ცხოვრებასაც არაჩვეულებრივად იცნობთ, იკვლევთ და ეს ჩეჩნეთია, ინგუშეთია თუ დაღესტანი, ყველა აული მოვლილი გაქვთ და უამრავი მასპინძელი ხართ იქ ბატონო და თქვენ სტუდენტებთან ერთად, რაც უზომოდ სასიხარულოა და ბედნიერება. მინდა ტელემაყურებელს ვახარო, რომ ბატონო ღვთისო, მე მაჩვენე დღეს ჩეჩნური და ინგუშური თქმულებები ნართებზე არაჩვეულებრივი წიგნი, ეს წიგნი არ ქონდა, ახლა უნდა დავჯდე ამის შემდეგ და ღამეები ვათენო ამის კითხვაში. კიდევ ერთხელ უზარმაზარი მადლობა ბატონო ღვთისო ამ წიგნისთვის, ძალიან გამობედნიერეთ. ამჟამად თქვენ მუშაობთ 4 ტომებზე, რომელიც სამწიგნად უნდა გამოიცეს, ეს ინგუშური ფოლკლორი და ინგუშების ცხოვრება. აი ამის შესახებაც გვიანდეთ ბატონო ღვთისო. დიახ, ეს პროექტი ხორციელდება ინგუშური
კულტურის სახლში, ინგუშური კულტურის სახლი არის წამყვანი ორგანიზაცია და ეს პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. ეს პროექტი ეს არის საქართველოს ინგუშოლოგიური კორპუსი, ასე ქვია ამ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სამტომეულის გამოცემას 4 წიგნად, რადგან გამოვლინდა უფრო იმაზე მეტი მასალა მუშაობის პროცესში, ვიდრე ჩვენ პროექტის მონაწილენი ველოდებოდით. პროექტის ავტორი გახლავთ ინგუშური კულტურის ცენტრის დირექტორი მარიამ ბეჟიტაშვილი და პროექტში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე ჩრდილოეთ კავკასიელი კოლეგები და ერთი სიტყვით პირველ ტომში შედის იქ ისტორიული დოკუმენტები და ეს 4 წიგნად მომზადდა უკვე. მეორე ტომი უკვე გამოცემულია, იქ მთლიანად შესული არის ფოლკლორული ეთნოგრაფიული მასალები, ინგუშური კოშკური კულტურის ძეგლები. ეს არის ძირითადად არქივებში მოპოვებული მასალები, რომლებსაც მეორე ტომში, თუნდაც ქართველი მეცნიერები ჩრდილოეთ კავკასიაში ჩატარებული ექსპედიციების შედეგად რომელმაც დააგროვეს ეს მასალა ჩრდილოეთ კავკასიაში მოიპოვეს და ეს ინახებოდა მრავალი ათეული წელი ჩვენს არქივებში. ამ წიგნებში გამოქვეყნებული მასალები, უნდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად უმეტესობა, დიდი ნაწილი, ფაქტობრივად 80% აი ამ წიგნში პირველად ქვეყნდება და ეს იქნება სიახლე როგორც ქართველი მეცნიერებისთვის, ისე მკითხველისთვის ბუნებრივია. ხოლო რაც შეეხება მესამე ტომს, ესეც უკვე ფაქტობრივად დასრულებულია უკვე გამოცემის პროცესშია უკვე და სულ მალე დაიბეჭდება ეს მესამე ტომიც. იქ შესული არის პუბლიცისტური წერილები ინგუშეთის შესახებ, რომელიც იმ გაზეთებიდან, რომელიც საქართველოში გამოდიოდა. ეს ერთად არის ეს მასალა თავმოყრილი. რა თქმა უნდა, აქ შედის როგორც ქართულენოვანი გაზეთები, ისე რუსულენოვანი გაზეთები. მოგეხსენებათ, რომ პირველი გაზეთი საქართველოში გამოიცა 1846 წელს ეს მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით და ეს იყო კვირაში ერთხელ გამოდიოდა ეს გაზეთი, შემდეგ კვირაში 3-ჯერ და მე ყოველდღიური გაზეთი გახდა. და ამ გაზეთში კავკასში დიდი ესე იგი ბეჭდებოდა ვრცელი მასალები კავკასიის ყველა ხალხის შესახებ, როგორც ჩრდილოეთ კავკასიის, ისე ამიერკავკასიის ხალხების შესახებ. და განსაკუთრებული ყურადღება კიდევ ექცეოდა ამ ხალხების ფოლკლორულ შემოქმედებას. ისე რომ უაღრესად მდიდარია ეს გაზეთი, გარდა კავკასიისა ჩვენ გამოვიყენეთ ბუნებრივია ქართული პრესა, 19 საუკუნის დროება, ივერია, მოგესწრებათ რომ ქართველი წერილები, საზოგადო მოღვაწენი ილია ჭავჭავაძე თვითონ არასოდეს არ იყო გულგრილი იმის მიმართ, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდებოდა და ყოველ სასიამოვნო წამოწყებას იგი ეხმაურებოდა გაზეთ ივერიაში და ასევე არა მხოლოდ სასიამოვნო ამბებს, არამედ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც მაგალითად ამ ხალხებმა გადაიტანეს. და ეს მასალები აისახა ბუნებრივია ქართულ პუბლიცისტიკაში, ასევე მე-20 საუკუნის მოვლენები და ეს პუბლიცისტიკა მთლიანად მოიცავს 1846 წლიდან 1990 წლამდე მასალებს. აი აქ ჩვენ 90 წელთან შევჩერდით და აი შემდეგი პოსტსაბჭოთა პერიოდი აღარ არის ასახული იქ განკვეული მიზეზების გამო. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აი ამ ურთიერთობებისთვის, ქართველი და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხების ურთიერთობებისთვის, რადგან ინგუში ხალხი არის ქართველების მოწმე ხალხი, მუდამ ჭიში და ლხინში ერთად ვიყავით ჩვენ ქართველები და ინგუშები და რასაკვირველია აი ამ ურთიერთობას ეს წიგნიც გამოხატავს რა სიყვარულით და რა მიზნით გაკეთდა და მომზადდა საქართველოს ინგუშოლოგიური კორპუსი. საკახია დიდი სიხარულით ველოდებით ამ წიგნის გამოცემას. ბატონო ღვთისო, აქვე შევყვირდით, ეს წიგნები დაიბეჭდება თუ არა ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნებით. და მიუძღვნათ ეს გადაცემა ქართველების მოწმე ინგუშ ხალხს.
თქვენ ბრძანდებით ბატონო სტუდენტების უსაყვარლესი ლექტორი. მე ვიცი, მე თქვენი სტუდენტებსაც ვიცნობ, თქვენი უზარმაზარი ავტორიტეტის შესახებ ვიცი, თქვენი ცოდნა-განათლების შესახებ ვიცი. თქვენ ბევრს მოგზაურობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, მოგზაურობთ თქვენ სტუდენტებთან ერთად სამეცნიერო ფოლკლორულ ექსპედიციებში. აი, საინტერესოა აი ამ მოგზაურობების და აი ამ ჩანაწერების და ფოლკლორული მასალის პოვნის შედეგები, ბატონო. აი, როგორია საქართველოს გეოგრაფიული არეალი, სად რომელ კუთხეშია უფრო მეტი ფოლკლორული მასალა და რა სახის? ქართული ფოლკლორი ეს არის სავალდებულო კურსი ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის და არჩევითი, რა თქმა უნდა, ყველა დანარჩენისთვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. მაგრამ არიან სტუდენტები, რომლებიც კიდევ უფრო გამოხატავენ, კიდევ უფრო ღრმა ინტერესს ფოლკლორული შემოქმედების მიმართ და ვფიქრობ, რომ ამისთვის საჭიროა ჩვენ ავამოქმედოთ ექსტრა კურიკულუმის მონაცემებიც, ასე ვთქვათ, არა შემოვიფარგლოთ მხოლოდ სილაბუსით, მხოლოდ და იმ სავალდებულო თუ დახმარე ლიტერატურით და საჭიროა ამისთვის უკვე ფოლკლორული ექსპედიციები, რომ სტუდენტები ადგილზე გაეცნენ დაუშვათ მფრობელებს, ტრადიციებს, წესჩვეულებებს, ფოლკლორული ტექსტების შემსრულებლებს და ამ მიზნით ეს ტრადიცია უნივერსიტეტში ყოველთვის იყო, მისი დაარსების დღიდან მოგეხსენებათ, რომ ივანე ჯავახიშვილმა პირველმა წამოსწია ეს სფერო წინ, მას აქვს არაჩვეულებრივი კვლევები სწორედ ფოლკლორის მიმართულებით და განსაზღვრა სწორედ პრიორიტეტულად ეს დარგი და პირველი ლექცია მოგეხსენებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ვახტანგ კოტეტიშვილმა და ეს იყო ნამართლაც, რომელიც მან ლექცია ზეიმად აქცია უნივერსიტეტში და უნდა მოგახსენოთ, რომ პირველი ფოლკლორული სამეცნიერო ექსპედიცია სწორედ ვახტანგ კოტეტიშვილმა მოაწყო ჯავახეთში. ეს იყო 1930 წელს. და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ დიდებულ საქმეს მოგეხსენებათ, რომ ვახტანგ კოტეტიშვილი რეპრესირებული იყო 1937 წელს და აი მისი საქმიანობა უკვე განაგრძეს მისმა, რა თქმა უნდა, უკვე მოწაფეებმა ქალბატონმა ქსენია სიხარულიძემ, მიხეილ ჭიქოვანმა, აპოლონ ცანავამ და სხვებმა დავით გოგოჭურმა მე 80-იანი წლებიდან უკვე ნაყოფიერად აწყობდა ექსპედიციებს ბატონი ზურაბ კიკნაძე და მე სწორედ მისი ხელმძღვანელობით ვიყავი სტუდენტობის დროს არაერთ ექსპედიციაში, ხოლო შემდეგ უკვე ჩვენ ერთად როგორც კოლეგები მოგზაურობდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. თვით 90-იან წლებში, როცა ესე იგი იყო მეტად ასეთი არასტაბილური სიტუაცია საქართველოს კუთხეებში, ჩვენ მაინც ვაწყობდით ამ ექსპედიციებს 90-იან წლებში ტრისტან მახაურთან ერთად, რა თქმა უნდა, და აი მახსოვს, რომ 2008 წელს ჩვენ ზუსტად ექსპედიცია ჰქონდა ახალგორის რაიონში, ეს იყო აი ომის დაწყების წინა დღეები ფაქტობრივად და ჩვენ მერე მოგვიხდა ფაქტობრივად ლარგვისიდან წამოვედით ფეხით, არა ახალგორიდან, არამედ უკვე 9 ძმის ხეობით, ხანდოს ხეობით ჩამოვედით არაგვის ხეობით და აი სწორედ იქიდან გამოვყევით ფასანაურის ღაბეგავათიეთ ხანდოში და შემდეგ დავბრუნდით უკვე თბილისში და ომიც დაიწყო. რაც შეეხება ექსპედიციებს 2000 აი ამ წლებიდან ხელმძღვანელობ ამ ექსპედიციებს თითქმის საქართველოს ყველა კუთხეში. ვცდილობ ხოლმე მორიგეობით იყოს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო. ჩვენ გვქონდა ექსპედიციები თიანეთის რაიონში, გუდამაყრის ხეობაში, სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში,
ესე იგი ქონდა ასევე ხანის ხეობაში, რომელსაც ბაგდადის რაიონია ეს, რომელსაც ცნობილმა ეთნოგრაფმა ჯულიეტა უხაძემ უწოდა იმერეთის ხევსურეთი. და ნამდვილად დაუვიწყარი იყო ხანის ხეობა. ქონდა ატენის ხეობაში ფოლკლორული ექსპედიცია, ასევე მოვაწყე ექსპედიცია ხორხის ხეობაში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, აჭარაში, ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში 2024 წელს გახლდით ხევსურეთში, რადგან დიდი ხანია ყოფილი ვიყავი ჩვენ თითქმის 2000 წელი და გვაინტერესებდა რა შემორჩა იმ ტრადიციული ჟანრებიდან და ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითოეულად თბილი იყო დარჩენილი ხევსურეთის სოფლებში, ჩვენ უზარმაზარი ფოლკლორული მასალა ჩავიწერეთ, რომლის გაციფულება სტუდენტებმა და ჩვენ ერთობლივად მთელი წელი მოვანდობთ და ეს მასალა ინახება არქივში. გასულ წელს ჩვენ კვლავ ვიყავით ექსპედიციაში, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ ჯავახეთი ავირჩიეთ. ჯავახეთი ეს ტრადიციული რეგიონია და იქაც რა თქმა უნდა შემორჩენილი იყო ფოლკლორული ტექსტები და ამჟამად მიმდინარეობს ამ ტექსტების გაციფრულების პროცესი, არქივში შეტანა და უნდა გითხრათ, რომ თითოეული ყოველი ექსპედიცია არის დაუვიწყარი, სტუდენტები დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ, წინასწარ ჩვენ მე ვაძლევ მათ კითხვას, ვითვალისწინებ იმ რეგიონის სპეციფიკას, თუ რომელი ჟანრები შეიძლება გამოვლინდეს და ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ თითოეული კუთხე უნიკალურია და აქვს რაღაც განსხვავებული, მაგრამ ეს არის შეიძლება ითქვას ზედაპირული სამოსელი ეს განსხვავება. მაგრამ მთლიანობაში იგრძნობა სიღრმისეული იდენტობა ამ კუთხეებს შორის, ანუ არის ზოგად ქართული სიუჟეტები, მოტივები ამ ფოლკლორულ ტექსტებში და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. 2023 წელს მე გავხდით ჩრდილოეთ კავკასიაში ექსპედიციაში ჩვენს სამეცნიერო ჯგუფთან ერთად, რადგან მოგესწრებათ მაინც საქართველოს ფარგლებს გარეთ იყო სტუდენტები, მხოლოდ ერთი დოქტორანტი იყო წარმოდგენილი, კავკასიოლოგი და ჩვენ ვიყავით მთიან ჩეჩნეთში, დაღესტანში და ინგუშეთში, ინგუშეთის მთიანეთშიც ჩვენ ვნახეთ სათითაოდის კოშკებიანი სოფლები, რომელიც ესაზღვრება უშუალოდ საქართველოს, ხევსურეთს, ეს იყო სოფლები ეგიხალა, ეს იყო სოფელი თარგინი, ეს იყო და სხვა მრავალი სოფელი. ვნახეთ ტყობაერდის ტაძარი, რომელიც იმ დროს მაინც და მაინც არ გამოიყურებოდა კარად, ესე იგი ყოველდღე ქონდა შემოვლებული და იყო წარწერა, რომ იქ შესვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ იმდენად დიდი ქონდა ინტერესი, რომ არ მივსულიყავი ამ ტაძართან ახლოს, შეუძლებელი იყო მე გადავედი ღობეზე და უშუალოდ ნახე ეს გადავიღე, რაც გადასაღები იყო, ამის საშუალება ნამდვილად მომცეს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო კიდევ დაღესტანში დათუნას ტაძარი, რომელიც ქართველმა მისიონერებმა ააშენეს მე-10 საუკუნეში და შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ იქ კარად ესე იგი გამკიცდა ისლამი და შამილი ვიცით რომ ამტკიცებდა ისლამს, მას ის არ შეხებია დათუნას ტაძარს და როგორც გადმოცემები გვეუბნება, როგორც ადგილობრივი თხრობელები გვიყვებიან, პირიქით შამილმა ბრძანა, რომ ეს ტაძარი ყოფილიყო ხელუხლებელი და არ დაზიანებულიყო და ამიტომ ჩვენამდე მოაღწია სწორედ პირვანდელი სახით ამ დიდებულმა ტაძარმა და ჩვენთვის მეტად შთამბეჭდავი იყო მთიან ჩეჩნეთში ჩვენი მოგზაურობა. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ მასპინძლებს, რომლებმაც გააკეთეს ყველაფერი, რომ მე მენახა მთიანი ჩეჩნეთის ეს დაუვიწყარი ადგილები, ძველი საკულტო ცენტრები, წოიფხედა მაგალითად, რომელიც სოფელ ჯარეგოს სიახლოვეს მდებარეობს, შატილთან ძალიან ახლოს და ასევე მე მომეცა საშუალება იქ ითონხალეში, რომელიც არის საქართველოს სასაზღვრო რაიონი, დავსწრებოდი
ითონხალეს რაიონულ ცენტრად გამოცხადების 100 წლის თავს. ეს იყო ნამდვილი ზეიმი მთელი ჩეჩნების და რომ მათ იცოდნენ რომ ჩვენ ვიმყოფებოდით ქართველი სტუმრები და უხუცესები სათითაოდ მოდიოდნენ ჩვენთან პატივისცემის გამოსახატავად საქართველოს მიმართ რა თქმა უნდა და დიდი სიყვარულით გვესაუბრებოდნენ ქართულ ჩეჩნურ ურთიერთობებზე. მე არ დამავიწყდება ერთ-ერთი მთხრობელი სიტყვები, რომელიც მეუბნებოდა რომ ასე ვზდიდაო ჩემი პაპაო და მეუბნებოდაო რომ თუ რამე გაგიჭირდა ცხოვრებაშიო, თუ რამე დაგაკლდაო, თუ რაღაც ვერ წავიდა კარგად შენ ცხოვრებაო, მიდი სტუმრად ქართველთან, ან ქართველი დაპატიჟე შენთან სახლში და იმ დღიდან ყველაფერი კარგად წავა შენ ცხოვრებაში. ერთი სიტყვით აი ეს ურთიერთობები გამიჩიურებული იყო იქ და მე მიხარობდა რომ საქართველოს სახელით ყველგან ასე გულთბილად ხვდებოდნენ და გულთბილად ვიღებდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს მეხსიერება ხალხში დღემდე არის და ეს ბუნებრივია, მეტად სასიხარულოა. მადლობა მათ ჩრდილოეთ კავკასიელი მეგობრებს ჩვენსაც. ბატონო ღვთისო, თქვენ თითქმის ყოველწლიურად მონაწილეობთ მოსწავლეთა ეროვნულ სასახლეში, როდესაც ტარდება იქ ნორჩი ფოლკლორისტების კონფერენცია, შეკრებები. თქვენ ნახულობთ ასეულობით ბავშვის თემას, მომზადებულ მასალას, თქვენ მათ ასწორებთ, რეცენზიას აძლევთ, მერის ბავშვების სიგელებითა და დიპლომებით ბრუნდებიან სახლებში. ძალიან ბევრი ჩემი ბავშვის მომზადებული თემაც გინახავთ თქვენ და შეგიფასებიათ დადებითად და დიდი მადლობა. დიდ მადლობას ვუძღვნით აქედან ქალბატონ ცისანა ხაზარაძეს, რომელიც ამდენ ნორჩ ფოლკლორის ზრდის ყოველწლიურად მის ღვაწლსა და ამაკს შეუფასებელია ფაქტობრივად მისი მუშაობა. მე მახსოვს ბატონო ღვთისო, რამდენიმე ათეული წელია მეც ამ კონფერენციებში მონაწილეობ და ბავშვები მომყავს და მე მახსოვს დაახლოებით 5 წლის წინ დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედის ერთ-ერთი მოსწავლის თემა ეს იყო გოგონა ცისკარაული და მისი თემა იყო წარმართული ხევსურულ პოეზიაში. აი მე ის თემა არ მავიწყდება. ამ დროს ბავშვს ფურცელში არ ჩაუხედავს, ისე დაიცვა ეს თემა. მეორე თემამ გამაოცა, აი რომელიც დღემდე ბევრი მახსოვს, მაგრამ აი დღემდე რაღაცა წარუშლელი შთაბეჭდილება ბათუმიდან იყო მგონი ეს ბიჭი, მე-12 კლასელი იყო ეს ბიჭი და მისი საკონფერენციო თემა იყო წარმართული კონსტანტინე გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენაში. რამდენი უნდა იმუშაო მასწავლებელმა რომ ჯერ ქრისტიანობა ასწავლო და მე წარმართული ამოღებინო ამ ხელა ტექსტებიდან. და ინიციატორი და თავი აი ამ სიმდიდრის დაგროვებისა, რაც მოსწავლეთა სასახლეშია, თქვენ ბრძანდებით ბატონო ღვთისო, ბატონი ზურა კიგნაძე გახლდათ, ბატონი ტრისტან მახაური, ჩვენი ქალბატონი ცისანა და არ ვიცი აი უზარმაზარი მადლობა თქვენ ყველას და ბატონი ტრისტანის და ბატონი ზურაბის ნათელი ხსოვნა იყოს. ბატონო ღვთისო, აი თქვენთვის ასეთი დასამახსოვრებელი თემები იქნებოდა რა თქმა უნდა, აი რომელია? დიახ, ესე იგი მოსწავლეთა სასახლეს არის მართლაც ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი თბილისში და მე მართლაც ვამბობ ხოლმე რომ ეს არის თბილისელი ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ადგილი, სადაც ისინი ნამდვილი ღირსეულ ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ სწორედ მოსწავლეთა სასახლის დახმარებით. მაგრამ მოსწავლეთა სასახლეში არის აი ეს განყოფილება ფოლკლორის, სადაც ესე იგი იკრიბებიან საქართველოს ყოველი კუთხიდან ახალგაზრდები, მოზარდები, მოსწავლეები და ეს აერთიანებს მთელ საქართველოს ყოველ კუთხეს. და მე დიდი სიხარულით მივდივარ ხოლმე ყოველთვის ასეთ შეკრებებზე, ბუნებრივია და მადლობა ნამდვილად ქალბატონ ცისანა ხაზარაძეს, რომ ასეთ საინტერესო
თემებს არ ჭირს ხოლმე, რომ მე მიჭირს ხოლმე ხშირად აი ამ ესე იგი წარმოდგენილ თემებს შორის ხოლმე გამოვარჩიო საუკეთესო რადგან რომ სხვა არ დაიჩაგროს იმდენად დიდი სიყვარულითაა ეს თემები მომზადებული, ეს მასალები ჩაწერილი, რომელიც სულად წარმოაჩენს იმ თითოეული კუთხის დაფარულ შესაძლებლობებს. თუმცა რა ყოფილა ამ კუთხეში, აი რომ ისმენ ხოლმე იქ ამ მოსწავლეების მიერ ჩაწერილ ხალხურ ტექსტებს და მათ ინტერპრეტაციას ასევე ამ ტექსტებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მე რა თქმა უნდა გამოვარჩევი ტრადიციულ კუთხეებს შეუძლებელია ნამდვილად გომბორიდან ქალბატონო ლეილა საუკეთესო მოხსენებები ყოველწლიურად ესე იგი აი როგორც წერდა თქვით მართლაც ამოუწურავია ეს ფოლკლორული შემოქმედება რადგან სულ ახალ-ახალი თემები ახალ-ახალი ნაწარმოებები კვლავაც იქნება აი ამ დამწერლობის ხანაშიც აგრძელებს ესე იგი ამ დიდი ინერციით აგრძელებს კვლავ არსებობას ეს ხალხური შემოქმედება ასევე ნამდვილად არქივოს კაბოდან ქვემოქედიდან მოდის არაჩვეულებრივი და რა თქმა უნდა აჭარიდან მე ეს არის ქედის რაიონი და ზუსტად წარმოდგენილი თითქმის ყოველწლიურად მოაქვს ხოლმე არა მარტო დაუშვათ სიტყვიერი ტექსტები, არამედ იქ არის ხოლმე რიტუალები, ხალხური და ბავშვური თამაშობები და სხვა უამრავი ჟანრი. ასევე გამოვარჩევდი ლეჩხუმს ეს არის ლეჩხუმიდან ეს იყო ცაგერის რაიონის და წარმოდგენილი მასალები. აი ჟანრობრივად გამორჩეული წმინდა მაქსიმეზე, იქ იყო ასევე დემონოლოგიური თქმულებები, დიახ, აი ბახსოლიანების ანდრეზე და მამახსოვდა, იქ არაჩვეულებრივად იყო წარმოდგენილი ეს სიუჟეტი, ეს რომელიც გავრცელებულია სხვა კუთხეებში, აი გაბურთეშმას მოტივებზე აგებული, მაგრამ სულად ორიგინალური ფოლკლორული ტექსტი, რომელიც ჩაიწერა მოსწავლემ აი იქ ზუსტად ლაჯანაში თუ არ ვცდები ეს სოფელი ცაგერის რაიონის ამ სოფლიდან იყო ეს ტექსტი ჩაწერილი. ისე რომ მე მინდა რომ მადლობა გადაუხადო თითოეულ პედაგოგს, რომლებმაც შეაყვარეს ამ ბავშვებს თავიანთ სკოლებში ფოლკლორული შემოქმედება, რადგან მე მჯერა რომ ის ბავშვები, იმ ბავშვებს, რომლებსაც ფოლკლორი უყვართ, ხალხური შემოქმედება უყვართ, მათ განსაკუთრებული სიახლოვე აქვთ უკვე საქართველოსთან, ქართულ სულთან, ანუ რომ შეიცნო ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა იცოდე მისი ფოლკლორული შემოქმედება, ეს არის კოლექტიური ცნობიერების მატარებელი, რომელმაც გამოიარა თაობები უკვე და ჩვენამდე მოაღწია. და როცა ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ეზიარება ამ ტექსტებს, ის უეჭველად ჩამოყალიბდება როგორც სრულყოფილი ღირსეული მოქალაქე და საუკეთესო შვილი ამ ქვეყნისა. ამიტომ მადლობა მასწავლებლებს, რომლებმაც ბავშვებს ეს კულტურა შეაყვარეს. მადლობა თქვენ ბატონო ღვთისო. 2-3 წუთი დარჩა გადაცემის დასრულებამდე და არ შემიძლია რომ არ თქვა. თითქოს კაფეაობა მინელდა, თითქოს დაიკარგა ბატონო ღვთისო. ჩვენი მთავრობის ხალხი ვართ ხატობებში ცოცხლად კაფეაობას რომ ვისმენდით. მაგრამ აღარ არის იცით, ხატობებში ვესწრები მონაწილეობ მივდივართ, მაგრამ ერთი გრძელი სუფრა იყო ადრე, აბსოლუტურად ყველა იმ გრძელ სუფრაზე ერთმანეთს გადააწვდიდნენ, გადმოაწვდიდნენ იმ საჭმელი სასმელი რაც ემეტებოდა და ახლა იცი რაშია და როგორი ხატობაა? ერთი გვარის ხალხი ცალკეზის, მეორე ცალკეზის, მესამე ცალკეზის, ერთიანობა აღარ არის. არ ვიცი, აი რა ვთქვა, ამას რა ვუწოდო. კაფეაობა აღარ ისმის, ახალსად არ არის. არის ალაგ-ალაგ გამოჩნდება კაფეები და ეს ინტერნეტში ისმის, ინტერნეტში ვნახულობთ. აი რა გვეშველება ბატონო ღვთისო, რა შეხედავთ გამოსავალს? 2-3 წუთი დარჩა და დიახ, ბატონო ლეილა, ნამდვილად ეს ფოლკლორი ეს არის, რა თქმა უნდა, ტრადიციული ჟანრები, ტრადიციული საზოგადოება და ტრადიციული ყოფა იშლება, ეს ფოლკლორი ამოზრდილია სწორედ იმ ყოფიდან და იმ ნიადაგით საზრდოობს, თორსა ნიადაგი ეცლება ბუნებრივია, ეს ხდება ასე.
ჩვენ ეს უკვე შევნიშნეთ 90-იან წლებში, როცა იკარგებოდა ეს საკულტო რიტუალები და ჩვენ ზურაბ კიკნაძე ტრისტან მახაურმა მოვიარეთ კიდევ ერთხელ თემსოფლები, შევკრიბეთ, რადგან ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ძველი ხუცესხევისმბრები. ჩავიწერეთ ეს ჯვარხატთასადიდებლები, მათ მიერ აღვლენილი, ხატობებში აღვლენილი ჯვარხატთასადიდებლები, ხუცობანი და გამოვეცით წიგნად ჯვარხატთასადიდებლები 1998 წელს შესავალი წერილებით, კომენტარებით, საძიებლებით, ლექსიკონით და ამ ტექსტში რამდენიმე ასეული ტექსტი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის თითქმის ყველა თემსოფლის დამწყალობნების ტექსტებია შესული. სამწუხაროდ მე მახსოვს 90-იან წლებში მე პირადად ვიცნობდი მოხუცხევისმბრებს, რომლებიც სიამოვნებით მესაუბრებოდნენ და მიზიარებდნენ თავი ამ ცოდნას, მაგრამ დღეს უკვე ეს უკვე ფაქტობრივად უკვე მინერდა უკვე. აი ხევსურეთში გონი ერთი ხუცესი ამჟამად ტრადიციულად ასრულებს. მე მქონდა ბედნიერება შაშანწიში შევხვდროდი ბატონ შალვა ქეთელაურს, რომელიც მამაპაპურად უძღვება დღესაც ჯვარხატთა სამსახურს და ასევე ფშავშიც უკვე თითოეულადაა დარჩენილი და რაღაც ესე იგი ეს არა მარტო ესე იგი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანის მოვალეობა ემსახუროს ღმერთსა და ქვეყანას ბუნებრივია და ეს ცოდნა, ეს საკრალური ცოდნა, რომელიც არის ფაქტობრივად ფუნდამენტი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩვენი ერის ჩამოყალიბებაში, ეს ცოდნა უნდა დაიკარგოს. ამიტომაც აი ამ ტექსტების, ამ შემოქმედების კვლევა უაღრესად აქტუალურია, ის აქტუალობას არასოდეს დაკარგავს. რადგან ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში, მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში ყველგან ფოლკლორს დიდი ყურადღება ექცევა და ასე უნდა იყოს ჩვენთან, რომ აუცილებლად დაცული იყოს, შესწავლილი იყოს სრულად ჩვენი ერის კულტურული იდენტობა და ეს ცოდნა გადავცეთ მომავალ თაობებს. ამინ, გვისმინო სუფალმა. პარცემულო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ღვთისო მამისიმედიშვილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ღვთისო. გადაცემაში მონაწილეობისათვის, სტუმრობისათვის, უამრავი კარგი და ძვირფასი და საინტერესო რამ გვიამბეთ დასამეცნიერო გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ნახვამდის ჩვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო, მომავალ შაბათამდე. კარგად გრძელდებოდეთ.